უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მორიგ სამშვიდობო მოლაპარაკებებს 17-18 თებერვალს გამართავენ. ამჯერად შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. რუსულ დელეგაციას ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელი ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს, რამაც ექსპერტებს კონკრეტული დასკვნების საშუალება მისცა. კერძოდ იმის, რომ შესაძლოა მედინსკის მოლაპარაკებებში დაბრუნება, იმის მანიშნებელი იყოს, რომ საუბრებში უსაფრთხოების მიღმა არსებული საკითხები გამოჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინამ მზადაა საუბრებისთვის. დელეგაციას პრეზიდენტის ოფიცის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი უხელმძღვანელებს. Ამ სამხრივ შეხვედრაზე უკრაინულ დელეგაციას აქვს ყველა საჭირო ჩარჩო დისკუსიისთვის. ჩვენ გვქონდა კოორდინაცია სტივენ ვიტკოვთან და ჯარედ კუშნერთან. უკრაინა ყოველთვის იქნება კონსტრუქციული და ეს ამერიკულმა მხარემ იცის. ამასთან უკრაინამ უნდა იხილოს კონკრეტული პროგრესი უსაფრთხოების ნაწილში, რათა არსებობდეს ნდობა დიპლომატიისა და შესაძლო შედეგების შესახებ. სწორედ უსაფრთხოების საკითხია საკვანძო ამ ომის დასრულებაში. უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ეს მთავარი პრიორიტეტია. კიდევ რამდენიმე ცივი დღეგველის წინ ყველა მიხილა როგორ იყენებს ამას რუსეთი. გთხოვთ გაუფრთხილდით თავს. ყურადღება მიაქციეთ განგაშის სიგნალებს. გვაქვს კონტაქტი პარტნიორებთან. ხაზს უსვამთ, რომ ასეთი რისკი მხოლოდ აუარესებს ომის დასრულების შესაძლებლობას. მედინსკის მონაწილეობა წინასაუბრებში უკრაინულ მხარეს არ მოეწონა, რადგან თქვეს, რომ მოლაპარაკებებზე მეტად ის ისტორიის გაკვეთილების ჩატარებით იყო დაკავებული. მის გარაშე წარიმართა ბოლო კვირებში გამართული შეხვედრები აბუ-დაბიში, სადაც მხარეებმა მხოლოდ პატიმრების გაცვლა შეათანხმეს. მინდა გაგახსენოთ პუტინის განცხადება, რომ რუსეთის მომლაპარაკებელთა დელეგაციის ხელმძღვანელი არის მედინსკი. ეს განცხადება გაკეთდა აბუ-დაბიმდეც და შემდეგაც. ამიტომ მედინსკი ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელად რჩებოდა. რატომ არ მონაწილეობდა ის აბუ-დაბიში? ეს იმიტომ, რომ მაშინ საკითხი ეხებოდა ვიწროდ სამხედროებს. შესაბამისად, კასტიუკოვის ხელმძღვანელობით ჯგუფით სამხედრო იყო. ამჯერად განხილული იქნება საკითხების უფრო ფართო სპექტრი, მთავარი საკითხები, რომელიც ეხება ტერიტორიებსა და სხვა დანარჩენს, იმ მოთხოვნებს, რომელიც გაგვაჩნია. აკი უკვე აუცილებელია მთავარი მომლაპარაკებლის მონაწილეობაც, ამჯერად დელეგაციაც გაფართოებული იქნება. პრეზიდენტი მუდმივ კონტაქტზეა ჩვენს მომლაპარაკებლებთან და გაფრენამდე ისინი მუდამ იღებენ მისგან რეკომენდაციებს. ახალი მოლაპარაკებების მოლოდინის ფონზე გრძელდება სამხედრო მოქმედებები ფრონტის ხაზზე. მხარეები ცეცხლს ცვლიან. უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის ნავთობ ტერმინალს დაარტყეს. ინტენსიური რჩება მოსკოვის იერიშები დრონებით უკრაინულ ქალაქებზე. რუსეთის შეერაღებული ძალები 12 ახალი დასახლების დაკავების შესახებ უწყებიან. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. თებერვლის თვეში დაჯგუფება აღმოსავლეთის პასუხისმგებლობის ზონაში ჩვენს კონტროლქვეშ გადმოვიდა დასახლებული პუნქტები: სტარო უკრაინკა, პრიდაროჟნოე, ზალიზნიჩნოე და ცვეტკოვო. მძიმე იყო რუსეთის ბოლო იერიში ოდესაზე. დაიღუპა 1, დაიჭრა 6 ადამიანი. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. მედიაში წერენ, რომ შესაძლოა მოლაპარაკებებზე მხარეებმა ახალი მორატორიუმის საკითხიც განიხილონ, რომელიც ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებს შეეხება.